რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დედაქალაქის მერთან ერთად დაათვალიერეს. დავით ნარმანია პროექტზე დასაქმებულ მოსახლეობას შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც თბილისისთვის, ასევე რუსთავისთვის. ამ მონაკვეთზე ყველაზე ინტენსიურია მოძრაობა და შესაბამისად გზის ვიწროვიდან გამომდინარე ყველაზე მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. მას შემდეგ რაც 4-გზოვანი ავტომაგისტრალი გაკეთდება, რა თქმა უნდა ესეთი ინციდენტები აღარ მოხდება და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მეორე მხრივ შემცირდება გზის დაფარვის დრო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 900 მილიონი $ASH სამუშაოებს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის არის ერთ-ერთი ეს პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 88 მილიონი ლარის ღირებულების არის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის.